ჩემი აზრით მაგალითად უნდა იყოს მაღალი ხელფასი, რა თქმა უნდა ასეთი არა, მაგრამ მე ვთვლი რომ უნდა გქონდეთ, იმიტომ რომ პასუხისგებლობაც დიდი აქვს და სათანადოდ ხელფასიც უნდა გქონდეთ. დაუნებებიგოთ კოლბატონი, როდესაც ხალხის საჩინად გაჭირებულია, გაინავარდეს და ბედნიერად ცნობენ თავს ასიზებთ. და თქვენი აზრით რამდენი უნდა გქონდეთ მათ ხელფასი ან პრემია? არა მეტი ვიდრე ჩვეულებრივ პროფესორს. დღესდღეობით იცით სოციალური ფონი როგორი არის მთელ საქართველოში, ხო? აქედან გამომდინარე უნდა იყოს ის ხელფასების დანიშნული და მე მზარდი რაც იქნება და გაიზრდება მაგაზე არავინ არ ამბობს რომ ნორმალური მანქანითაც უნდა იარონ, ნორმალური ხელფასიც უნდა გქონდეთ, საპენსიო ზღვარსა და მათ შორის რაღაც დაცული უნდა იყოს. რა თქმა უნდა, წინააღმდეგი არა ვართ, არც მაღალი ხელფასის, არც მაღალი პრემიის, მაგრამ ყოველთვე გამოწერა ესეთი პრემიების, რომელიც მეგობრების ხმის არ იყოს, როდესაც პენსია არის 150 ლარი და ამ დროს 40-ჯერ მეტი ხელფასი აქვს. კიდე მინისტრი იქნება, კიდე დეპუტატი იქნება და ამ დროს კიდე ყოველთვიურად პრემიას იწერენ. ეს იწვევს, რა თქმა უნდა, აღშფოთებას ხალხშიც და წინააღმდეგობას. საერთოდ უარი უნდა თქვა ამ ხელფასებზე და ხელფასებზე კი არა, პრემიებზე ჯერ და მერე ხელფასები საკმარისია, რომ იჭირონ თავი. არა, თანამდებობის პირებს ხელფასები უნდა გქონდეთ. რომ განზე არ გაიხედო, მაგრამ ასე არანორმალურად, როცა ხალხს უჭირს ამდენი პრემიების და ამდენი დამატებით კიდევ ხელფასების აღება, ცოტა გააკეთე რაღაცა პრემია რომ მიიღო. ამ სიტუაციაში ხალხი არის მშიერი. ამ ხელა პრემიები არ შეიძლება, თორემ ხელფასი უნდა გქონდეთ. პრემიები როგორც იცი მე წარმატებული მუშაობის შედეგად ენიშნებათ და თუ წარმატებულია მინისტრი და მისი მოადგილე, ალბათ შესაბამისად პრემიაც უნდა გქონდეთ, მაგრამ იმ სოციალური ფონის შედეგად რაც დღეს საქართველოშია, მე მგონი მაინც არასწორი არის მაღალი ხელფასები. პენსიონერი ღებულობს 150 ლარს დაუშვა და ამ სიდიდე სხვაობა ეს არის მიუღებელი. ეს ეკონომიკის დამონგრეველია. უსაშუალოდ გაზრდილი არ უნდა იყოს ეს ყველაფერი, უნდა შეესაბამებოდეს რაღაც ნორმას, ან უნდა შეესაბამებოდეს იმას, რაც გააკეთეს ამ ადამიანები. ნუ რა ვიცი, იმდენად დიდი არ უნდა იყოს, რომ ჩვენ გაღიზიანებას ჩვეულებრივი ადამიანებისას არ უნდა იწვევდეს. ალბათ ამ პირობებში, რა პირობებში ცხოვრობთ, ალბათ ცოტა მაღალია. თuliere ნაკლები უნდა გქონდეთ. ჩვენც უნდა გქონდეს ნორმალური ხელფასი, ანუ საზღვარი მინისტრების შორის და ჩვენ შორის უნდა იყოს, მაგრამ არა მაკდონალდსზე დიდი როგორც არის რა. აი საერთოდ პრემია არ იყოს. ხელფასი რო აქვს, საკმარისია. იცით, ხელფასი არ ვიცი რამდენი აქვს, მაგრამ ალბათ საკმარისი აქვს და პრემია აღარ უნდა გქონდეთ. აი, საპრემიოს რასაკეთებენ? ფიქრობ, რომ ხელფასი მინისტრისას და მინისტრის მოადგილესაც საკმაოდ მაღალი უნდა იყოს. რაც შეეხება პრემიას, პრემია ჩემის აზრით არ შეიძლება იყოს, თქვა 3 ხელფასი, 4 ხელფასი. დიდი ხელფასები აქვს ჩვენთან შედარებით. და რამდენი უნდა გქონდეს თქვენი აზრით? ნუ რა ვიცი, ალბათ არ ვიცი, მაგრამ ამდენი ნამდვილად არა. აი პენსია და ხელფას შორის ამხელა კატასტროფული სხვაობა უნდა იყოს. ჯერ იზრუნონ პენსიონერებზე, რომელთაც წამლის ფულიც არა აქვს და მე ვფიქრობ თავიანთ კეთილ